მარტო დახმარებით ხო არ შეიძლება არსებობა. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იყო, რომ ამა დაჭირდა 1-3-4 წელი, 5 წელი, რომ ქვეყანა ოდნავ ფერზე წამოდგარიყო. მას მაშინ მივაღწიეთ. პარლამენტის არჩევნები ჩატარდა, შევარდნაძე აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ და პარლამენტმა სახელმწიფოს მეთაურად. რა თქმა უნდა, მე დადგა კონსტიტუციის მიღების საკითხი, ერთ-ერთი უძვარესი და მთელი 2-3 წელი 26 პარტია შედიოდა პირველ პარლამენტში. 26. ყველა სხვადასხვა აზრი აქვს. ალბათ ყველაზე დემოკრატიული პარლამენტი ის იყო საქართველოში. ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე სამართლიანი არჩევნები ის პირველი არჩევნები იყო. მე ყველაფერი იყო მოპაროები რაღაცები. ხოდა რეფორმების კონსტიტუცია რახან მივიღეთ, ქვეყანას ემსგავსება. მე დაიწყო რეფორმები, პირველი იყო მიწის რეფორმა, მილიონზე მეტმა, 1,100,000 ადამიანმა ოჯახმა მიიღო მიწა კერძო საკუთრებაში. ჩვენ ხელს გვიწყობდა ეს აბაშის ექსპერიმენტი, ფოთის ექსპერიმენტი, მიწას ვადლებდით ლეხებს, ვისაც ამდენი დამუშავება შეეძლო და რაღაც 15-20% სახელმწიფოს აბარებდნენ და არჩევანი თვითონ მიქონდათ. ჯერ არ ჯეროდათ ასე იქნებოდა. ასე რომ მიწის სარგებლობის გამოცდილება საქართველოს უკვე დაგროვებული იყო. და მიწის რეფორმა რო არ ჩაგვეტარებია, მე დავასახელეთ 1,100,000 ოჯახი, რომელსაც მიწა მიიღო მეზობლობაში. საქართველოში მშინ დამოსხდებოდა. ამერიკული დახმარება რა გიშველეს. თავარი პრეტენზია მაინც სააკაშვილის რეჟიმს რაც ჰქონდა შევარდნაძის რეჟიმთან ეს იყო არჩევნების გაყალბება და უზარმაზარი კორუფცია. დღეს ოპოზიციას აქვს სააკაშვილთან იგივე პრეტენზიები, არჩევნების გაყალბება და ელიტარული კორუფცია. რა სიტყვებით ამას? მე საერთოდ არ ვარ მოხრენო, სხვადასხვა ეტაპების დაპირისპირების. ყველა ეტაპს აქვს თავისი თავისებურება, თავისი კანონზომიერება. მათ შორის იმ ეტაპსაც, როცა მე ვიყავი პრეზიდენტი, მე არა მარტო დამოუკიდებელ საქართველოში ვიყავი, კომუნისტების დროს ვიყავი 10-15 წელიწადი კომპარტიის პირველი პირი, მანამდე შეაგასახა მინისტრი და დიდი სკოლა მქონდა გავლილი. ყველაფერი ვიცოდი რა ხდებოდა ქვეყანაზე. რა თქმა უნდა კორუფცია იყო, ძალიან ამაში მართალია სააკაშვილი და სხვაებიც. მაგრამ სწორედ იმ დროს კორუფციის წინააღმდეგ რო იბრძოლო შიშველი ხელებით ხო იბრძოლებდა. საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილებები, კონსტიტუციის მიღება, კონსტიტუციის ბაზაზე კანონების შექმნა და კორუფციას რო ებრძოლო, კორუმპირებული პიროვნები უნდა დასაჯო. ან გადააყენო, ან დაიჭირო. აი როცა ამის დათვიყავით უკვე, მაშინ მოხდეს ვარდების და ყვავილების რევოლუცია. ასე რომ სხვადასხვა ეტაპებს დაუპირისპირებთ ერთმანეთს, ცოტა ისეთი არა მარტო ობიექტური, არამედ იმ ეტაპთან არ უნდა იყო მიბმული. მე ძველად ეტაპთან ვარ მიბმული და კარგად ვიცი რა იყო და როგორ იყო. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დღევანდელი ხელისუფლება თქვენი ხელისუფლებასთან არ არის მიბმული, იმიტომ რომ მათი უმრავლესობა პარლამენტში იყვნენ და წამყვანი პოსტები ეჭირათ. მე არ ვინდა ახლა დაპირისპირებები. ხალხმა უნდა გაარჩიოს, ვინ არის მტყუარი და ვინ არის მართალი. ახლა ძალიან ვადებით იყურადღებით თვალს, რომ იცლება თუ არა ადამიანის განწყობილება. სერიოზულად იცლება. და არა ხელისუფლების სასარგებლოდ. სამხაროდ. პარნო ედვარდ, რამდენიმე დღის წინ ამერიკის ახალი პრეზიდენტი ობამა ესტუმრა რუსეთს და საკმაოდ მკაფიოდ დააყენა ობამამ ბრიფინგზე საქართველოს საკითხი.
საკმაოდ კვახეთს უფრო მეტად ვინმე მემოველოდი. ისე ყველა ასე აფასებს უფრო მეტად ვიდრე ვინმე მოელოდა საერთოდ ძალიან კაფიოდ გამოხატა ამის საპასუხოდ იყო მედვედევის ვიზიტი ცხინვალში. ამის საპასუხოდ იყო თუ არა მოეწერა ხელი ნაბუკოს. მე რამდენადაც მახსოვს ეს პროექტები ბაქო თბილისი ჯეიჰანიდან დაწყებული საფუძველ ჩაყრილი თქვენი ინიციატივა იყო და თქვენს პერიოდში ხორციელდებოდა. რა მნიშვნელობა აქვს ნაბუკოს პროექტ საქართველოსთვის და რა მნიშვნელობა ჰქონდა მედვედევის ვიზიტს ცხინვალში? ეს არის პირველი პროექტი იყო რომელიც განხორციელდა ბაქო თბილისის ურსა, მეორე ბაქო თბილისი ჯეიჰანი და მესამე იყო ასადენი. სულ კასპიის ზღვიდან მოდიოდა და საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელიც აკავშირებდა აზიის კონტინენტს ევროპასთან. ამ სამი მილსადენით. სხვაშორის მე და ალიევი უფროსი ალიევი მაშინ პრეზიდენტი იყო. რუსებს ჰქონდა პრეტენზია რომ ნავთობს უნდა გაევლო რუსეთზე. ძალიან დაიწყეს აზერბაიჯანის კრიტიკა. მე და ალიევი მოელაპარაკეთ რომ ერთი დიდი მილი ვიცით რუსეთს. ესე უნდა გაევლო გროზნოზე მე ნოვოროსიისკი. დაიწყე დაპროექტო, მაგრამ არ განხორციელდა და მე დაიწყო ომი რუსეთსა და ჩეჩნებს შორის. რა თქმა უნდა რუსებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ნავთობსადენის მაშინ არ ჩეჩნებს უსწავლად, არც რუსებს და ჩვენ ამით ვისარგებლეთ და სამთავრობო მილსადენი თუ გასადენი გავიდა საქართველოზე. ეხლა ნაბუკო. ნაბუკოს მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მძლავრია. დიდი მოსულობისაა. და ისიც, როგორც მე ვიცი, თითქმის დადაწყვეტილია საკითხი, საქართველოს ვერაცდება. ბათალია შავი ზღვის ქვეშ გაივლის ალბათ, ბულგარეთზე გავა და მე შემდეგ სხვა ქვეყნებზე რუმინეთი, ბულგარეთი. მაგრამ ეს მაინც ალტერნატივა არის. ეს საქმე იმაშია, რომ ეს გადაწყვეტილება რომ საქართველოზე გაევლო აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, აზერბაიჯანიდან და ასე შემდეგ ეს არ მოხდარა ევროპის ქვეყნების მოწადინების გარეშე, მონტოების გარეშე. და მათო გამოცადეს, როცა რუსეთი არის მონოპოლისტი, აქვს მონოპოლია გაზზე, ნავთობზე, მთელი ზამთრის განმავლობაში გერმანიაში გაყიდული იყო ხალხი არ მარტო გერმანიაში, მთელ ევროპაში, მთელი სამი კვირის განმავლობაში რუსეთი განსაზღვრდა ევროპას. და მეგონი ამის შედეგია სწორედ რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ ნაბუკოს ამ ვარიანტს დაუჭირა მხარი. ეს ბულგარეთზე გაივლის, რუმინეთზე გაივლის, შემდეგ მეგონი ავსტრიაში და რო შევხედოთ შორიდან